რა გახდა კატასტროფის მიზეზი, რომელმაც 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ოფიციალურად ჯერჯერობით დაუდგენელი. აზერბაიჯანული გამოცემის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილ C-130 F-16 თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა. ბორტზე კი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. თურქეთის არმიის F-16-ები 8 ნოემბერს ბაქოში ყარაბაღის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდნენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემთხვევის ადგილზე სამაშველო საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გამოაქვეყნა იმ სამხედროების ფოტოები, რომლებიც ავიახომალდის ბორტზე იმყოფებოდნენ და კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ. დაეუფლნენ 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენს. პროკურატურამ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი კიდევ 2 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ოცნების მილიონერი წევრის მიერ შექმნილი ორგანიზებული ჯგუფი მილსადენს 2020-23 წლებში დაეუფლა. ევროპასა და რუსეთს შორის ომი სულ უფრო სავარაუდო ხდება. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა. გონივრულად უნდა შევიარაღდეთ და გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი რესურსების ინვესტირება ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად, თქვა ალექსანდრ ვუჩიჩმა. უკრაინა ევროკავშირის სამიტს უმასპინძლებს. პოლიტიკო წერს, რომ არაფორმალური სამიტის მიზანია უკრაინამ მეზობელ მოლდოვასთან ერთად შეძლოს რეფორმების შემდეგი რაუნდის დაწყება მოლოდინის გარეშე.